მოფხიზლდით გამოიღვიძეთ. ოლიგარქმა სამშობლო დაგვიყიდა. დღევანდელი მდგომარეობით ქართველობა ჩვენს ქვეყანაში შეადგენს ნახევარზე ნაკლებს და აი ახლა ვიმყოფებით ისტორიული კუმისის ტერიტორიაზე, სადაც რეჟიმმა 300 ჰექტარი გაყიდა არაბებზე და ემზადება არაბული სოფლის ასაშენებლად 1200 ოჯახის ჩამოსახლების პერსპექტივით და თვით ოჯახში რამდენი ცოლი და რამდენი ბავშვი ამას ვერ დათulis მოგეხსენებათ და ეს მდგომარეობა არის სრულიად საქართველოში. ახალი ფორმა გამონახეს ქვეყნის გაყიდვისა, რომლის თანახმადაც ჯერ აძლევენ საქართველოს მოქალაქეობას არაბებს, ირანელებს, ავღანელებს, პაკისტანელებს და შემდეგ ისინი უკვე ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს და ჭრიან პატარ-პატარა ნაწილებად კანონით დადგენილი ჩვეულებრივი წესით, როგორც საქართველოს მოქალაქე. აი ეს მიწაც კუმისის ნასრედინ ალ-საიედს ჯერ მისცეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობა და შემდეგ უკვე დააყოფიეს ნაკვეთებად და ჩასაფრებული არიან როგორც მუხრანის ბოლოს ყივჩაღი, სინჯავე ნიარაღს იმისათვის, რომ საჭირო დროს აქ დაიწყონ მშენებლობა. მთლიანობაში მილიონობით კვადრატული მეტრი უკვე გაყიდულია არაბებზე და აზია-აფრიკელებზე. ამისათვის კანონმდებლობა შეცვლილია ძირფესვიანად და მინიმალური საზღაურის ფასად შესაძლებელია ამ კატეგორიის ადამიანებმა მიიღონ ბინადრობის მოწმობა თავისი ოჯახის წევრთა ჩამოყვანის უფლებით და ფაქტურად მოქალაქესთან გათანაბრებული კომპეტენციებით და ეს ყველაფერი გრძელდება დაუჟელად, უპრობლემოდ და მილიონზე მეტი უცხოელი შემოსულია საქართველოში. აქედან 9 მილიონზე მეტს მიკუთვნებული აქვს ბინადრობის უფლება და თბილისში მშენებარე ქალაქები აგერ ფონიჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, ნაძალადევში, ვაკეში ეს არის პრაქტიკულად არაბული ხალიფატის გადმოსახლება და გადმოყვანა საქართველოში, რომელიც მათთვის წარმოადგენს 64-ს ეკოლოგიურად, პოლიტიკურად და ყველა სხვა მიმართულებით და ეს არის ძირითადი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის. ამიტომ არის რომ პარლამენტის და მთავრობის ყველა წევრს მინიმუმ ერთი კორპუსი მაინც აქვს ახლა მშენებლობის რეჟიმში, საიდანაც ელოდება მილიარდობით მოგებას ეს ბანდა ერთობლიობაში. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ მარტო მოვთქვათ და თქვენ გაცნობებთ ინფორმაციებს. ეს კეთდება, ეს შარტვები და ინფორმირება იმათ, რომ არ იფიქროს ვინმე რაღაცას ვიგონებ და საფრთხე რაღაცა მითიურია და არარეალური. მაგრამ ჩვენ მუშაობთ ამ კომპანიებთან, არაბული ქვეყნის პრეზიდენტებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ეს პროექტები არ განხორციელდეს და ვაფრთხილებთ ხელისუფლების რეჟიმის შეცვლისთანავე ყველა პროექტი იქნება გაუქმებული და ყველა ინვესტორს გაწეული ხარჯები წყალში ექნება ჩაყრილი. ჩამოართმევთ მას და დაუბრუნებთ მის უდიდებულესობა საქართველოსა და ქართველ ხალხს. აი ესე დამთავრდება საქართველოს გაყიდვის მორიგი მცდელობა, რომელიც წამოიწყო ახალი ეპოქის შაჰ-აბასმა ჯალალედინმა თემურლენგმა, რომელსაც დღეს ქვია ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, მეგობრებო, რა ამბები ატყდა ამერიკის კონგრესში, როდესაც არაბები ცდილობდნენ ფილადელფიის პორტში საკონტროლო პაკეტის შეძენას. სასწაული ამბები ატყდა და ეს ამბები არ დაუშვეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა. იქაა პრობლემა. უკანონო მიგრაცია, ამათი ტერორისტული და ბიზნეს საქმიანობა. და ჩვენ პატარაერი რას გავუძლებთ თუ ეს პროცესი წავიდა უკონტროლოდ? აგერ მთელი ბაზალეთი, წილკანი, წეროვანი, გოროვანი ბინ ლადენის ძმის შვილს აჩუქა ივანიშვილმა. მოკლედ, მოვემზადოთ დიდი საქართველოს აღდგენისათვის და მოვემზადოთ აი ამ ბანდის დიდი ეროვნული სასამართლოსთვის, რომელიც წინ ელოდებათ.